მეგობრებო, ესეთი გაშლა ვნახოთ ახლა. პერიოდი უახლოესი 3-10 დღის ვადები იყოს, საშუალოდ, პლუს-მინუს. რა მოხდება თქვენ ცხოვრებაში, რა მოდის საინტერესო? მოკლედ ვეცადე, ცოტა დაწყნარებული იყო ხმაური გარეთ და გამოგრძელებინა. ვნახოთ უახლოესი 3-10 დღის ვადებში, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. ვინ ხართ თქვენ? ენერგეტიკულად ახლა როცა ამ გაშლას უყურებთ, თუ მიხვდებით რომ თქვენ თქვენზე ეს გაშლა აუცილებლად დაელაიკეთ და თუ თქვენზე არ არის, მაინც დაალაიკეთ, გადადით სხვა ვიდეოებიც ნახეთ და რომელიღაცა თქვენთვის იქნება უეჭველი. ყოველ შემთხვევაში თუ თვლით რომ თქვენი ტაროლოგი ვარ და თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე ბევრისთვის დადებითი ენერგეტიკა მომაქვს, რაც მე ძალიან მახარებს და მსიამოვნებს და მადლობა ამისთვის ყველა ამ თბილი კომენტარის ავტორებს. მაშინ სხვა ვიდეოებს უყურეთ, თუ ეს არ იქნება ეს გაშლა თქვენზე. რა ენერგიებში ხართ ეხლა? იროფანტი, მაღალი არკანი, ეს არის სულიერების ამაღლების მომენტი გაქვთ. შესაძლებელია, არ ვიცი, რაღაცა მარხვის პროცესი დაასრულეთ, რაღაცა სულიერად ამაღლდით, მასწავლებელი იპოვეთ, წინამძღოლი იპოვეთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფსიქოლოგიდან დაწყებული ტაროლოგი, საკუთარი მამაო, საკუთარი მეგობარი, სულიერი, რომელმაც რაღაცა ამაღლების მომენტი მოგცათ, სულიერად დაგამშვიდათ, გაგახარათ, ნახეთ როგორი გახარებულია ამ მომენტში ეს ადამიანი, რაღაცნაირად წინამძღოლი იპოვეთ თქვენი ადამიანი იპოვეთ, თქვენი დამამშვიდებელი რაღაცა ლუმინალი, ასე ვთქვათ, იპოვეთ, რომელმაც სულიერად თქვენი მასწავლებელია, თქვენი წინამძღოლია, თქვენ გამშვიდებთ. ან თქვენ ხართ ასეთ ენერგეტიკაში, რომ ვიღაცების წინამძღოლი ხართ, ვიღაცების რაღაცა ფსიქოლოგიურ სულიერ სიმშვიდეს ანიჭებთ. ეს შეიძლება იყოს ეზოთერიკიდან დაწყებული ქრისტიანული მიმდინარეობით, უბრალოდ ქრისტიანულიდან დაწყებული გაგრძელებადი ეზოთერიკით, ნუმეროლოგიით, ასტროლოგიით, ტაროლოგიით, აი რაღაცა ფსიქოლოგიური სიმშვიდის წყარო წინამძღოლი ხართ ვიღაცის, ან ასეთი პიროვნება იპოვეთ. ძალიან ჩქარ ენერგიებში გაჩვენებენ ახლა კარტის მიხედვით, რუიან ჟეზლი ეს არის ძალიან ჰაერის ენერგეტიკა და სწრაფი მიმდინარეობა, ძალიან სწრაფი, ისე მოძრაობთ და მოქმედებთ, როგორც საერთოდ ძირითადად ინტერნეტში ხდება ხოლმე ასეთი სწრაფი ინფორმაციის მიღება, გაცვლა, ენერგეტიკული SMS-ი იქნება ეს თუ რაღაცის მოძიების მომენტი, თუ რაღაცის გაზიარების მომენტი, უფრო ჰაერის ჩქარ ენერგეტიკაში ხართ. SMS-ის მიღება, ზარის მიღება, სწრაფი მოძრაობა, სწრაფ ცეცხლოვან ენერგეტიკაში ხართ. სწრაფ ინფორმაციას ღებულობთ, მაგრამ გაჩვენებენ რომ ძალიან დიდი გულის ტკივილის წინაშე ხართ რეალურად. შესაძლებელია ეს გულის ტკივილი და ეს დიდი ორი ნაპრალი, რომელსაც ამ გულზე ვხედავთ თქვენი სიყვარულიდან, თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი ტანჯვიდან გამომდინარე, წარსული ცხოვრების რაღაცა პერიპეტიებიდან გამომდინარე იყოს, რომელსაც რასაკვირველია ყველა ადამიანს არ უზიარებთ და არ აჩვენებთ თქვენ აი ამ ტირილს, სულის და გულის თქვენ ახლობელთან დაკავშირებით იქნება, საყვარელ პარტნიორთან მიმართებაში, თუ თქვენი რაღაცა ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე ხართ აი ამ ნაპრალებში, ცდილობთ ამოკეროთ ეს გული და რაღაცა წარსული ტკივილები დაივიწყოთ, მაგრამ არ გავიწყებთ, ის მომენტია, როცა არასდროს ეს ტკივილი არ დაგავიწყება, რაც არ უნდა ეცადო რომ ამოკერო ისეთი მთლიანი გული და ისეთი ბედნიერი ემოცია ამ თემასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ვეღარ გექნებათ, მაგრამ ყველა პრობლემაზე მაღლად გეხართ. 7-იან ჟეზლი ეს არის კარტი, როდესაც 6-ივე ჟეზლს უმკლავდები და ყველაზე მაღლად გეხარ. ყველა პრობლემას, რაშიც თქვენ ენერგეტიკას დებთ და ჩადებთ, სამუშაო სფერო იქნება ეს თუ პარტნიორული ურთიერთობა, თუ სულიერი რაღაცა მომენტების დაბალანსება თქვენ ცხოვრებაში, ყველაფერზე მაღლად ადგებით და გაუმკლავდებით. გაქვთ ამის რესურსი, გაქვთ ამის ენერგეტიკა, მადლობა ღმერთს და ასე ვთქვათ, რთული ვითარებიდან გამომდინარე და ამის მიუხედავად, მაინც ახერხებთ ბალანსში იყოთ, ყველაზე მაღლა იყოთ, სულიერად არ დაეცეთ, რაღაცა დეპრესიაში არ ჩავარდეთ და უმოქმედო
არ წამოწვეთ და всё დეპრესია მაქვს, საბანს გადავიფარებ და არაფერს აღარ გავაკეთებ ცხოვრებაში, არა, ყველაფერს შეგიძლიათ რომ გავუმკლავდეთ და გაქვთ ამის რესურსიც და ძალაც პრინციპში და ჩემი აპლოდისმენტები თუ თქვენ ატყობთ რომ თქვენზე ედგაშლა ყველა აი ამ ენერგეტიკის ადამიანს ძალიან დიდი მაღალი სულიერების გზად გეხართ ახლა თქვენი პოვეთ ასეთი ადამიანი თუ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი ყველა შემთხვევაში ორივე შემთხვევაში ჩემი აპლოდისმენტები იმიტომ რომ ძალიან ასეთი ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე ხართ და აყალიბებთ ასეთ ადამიანებს, სულიერად აძლიერებთ თუ თქვენ ხართ ასეთი მიმდევარი ვიღაცის დახმარებით, ყველა შემთხვევაში ძალები შეგწევთ და მადლობა არ დაგავიწყდეთ ყოველ გათენებულ დილაზე სამყაროსთვის, უფლისთვის, ამ ყველაფრისთვის, რომ საჭიროების მიხედვით იყო თუნდაც აი ეს ტრაგედია და გულისტკივილი საჭირო თქვენ ცხოვრებაში, რომ სხვანაირად გაგიაზრებინათ, რომ სხვანაირ ლეველზე ასულიყავით სულიერების, რომ სხვანაირად აღგექვათ თქვენი ცხოვრება, სხვისი ცხოვრება და საერთოდ გაზრდილიყავით როგორც პიროვნება. დედოფალ შეძლოთ ხართ წარმოდგენილი, ცეცხლის ტიქის დედოფლები შეიძლება მიყურებთ და მამაკაცებიც ასევე თქვენ თავზე მოერგეთ ორივესთვის არის გაშლა. ცეცხლის ტიქი არის ლომის, მშვილდოსანის და ვერძის ნიშანი. არასწორად დავიწყე დაალაგებით ვერძი ლომი და მშვილდოსანი კი ბატონო, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ძალიან ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი ხართ, ძლიერი ქალბატონი ხართ, მოდი ესე ვიტყვი და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ სამუშაო რეჟიმი, ძალიან ქსიამონებთ ის რეჟიმი, რასაც მუშაობთ, ანუ სიამონებას განიჭებთ და ძალიან ასე ვთქვათ, რაღაცნაირად სულიერად გამშვიდებთ და გაწყნარებთ. პირდაპირ გადავდივარ თუ ატყობთ ენერგეტიკას, რომ თქვენზეა. რა მოდის უახლოესად თქვენ ცხოვრებაში ისეთი რაც თქვენ გაგახარებთ ყველა ვარიანტში, სულზე ჩვენ ამ գործზე მაქსიმალურად თავს ვიკავებთ. ყოველ შემთხვევაში მე თავს ვიკავებ ხოლმე მაქსიმალურად მინდა დადებითი და სასიკეთო და სასიყვარულო ენერგეტიკა მოგაწოდოთ რაღაცნაირად ჩემი მხრიდან. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში გავიგოთ. პირველ რიგში თქვენ ცხოვრებაში მოდის ადამიანი წყლის ტიქის წარმომადგენელი, მამაკაცია აქ და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ, ასე ვთქვათ. ეს შეიძლება იყოს კიბორჩხალას, თევზების ან მორიელის ნიშნის წარმომადგენელი, მაგრამ ძირითადად ძალიან რომანტიული, ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მგრძნობიარე ემპათი ადამიანი, რომელმაც თქვენთან ცოტა მაგურად მოიქცა, მაგური ნიშნავს, რომ რაღაცა თავისი პრინციპებიდან, თავისი სურვილებიდან გამომდინარე манипуляტორის რეჟიმი ჩართო თქვენთან ურთიერთობაში და ოთხივე რეჟიმი, ოთხივე სტიქია მის ხელში იყო და არის ახლაც და ესეთი ცოტა манипуляტორი ტიპაჟია. ემოციებიდან, ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ყველაზე შეუძლია манипуლირება მოახდინოს და სათავისოდ მიმართოს ის რეჟიმი, რომელიც მას აწყობს მოკლედ ამ ადამიანთან ჩადებული რაღაცა რესურსი, რომელიც ჰქონდათ ურთიერთობაში და რის აღმოცენებასაც, როგორც მცენარე, ელოდებოდით, რომ შედეგს მოიტანს და დადებითად განვითარდება ეს ურთიერთობა თქვენ ურთიერთობაში ეს ჩადებული თქვენი, ასე ვთქვათ, თესლი, რაღაცა დრო, სიყვარული, რითიც კვებავდით, აი მოდით, ესე ვთქვათ, აი ამ ურთიერთობას, იგრძნობთ ამ ურთიერთობაში, ამ ადამიანთან მიმართებაში თავს ძალიან რესურსულ ქალბატონად, ძალიან ღირებულად, დაფასებულად, ბოლოს და ბოლოს დაჯდებით აი ესეთი კმაყოფილი სახით და მიხვდებით, რომ ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი манипуლირებდა რაღაცას გარკვეულ დროს თქვენი ემოციით და დროით და ყველაფრით ურთიერთობაში საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ქალი ხართ. ეს შეიძლება იყოს გამოხატული ზოგისთვის იმით, რომ მან მოვიდეს თავისი სიყვარული და თავისი ემოცია გაჩვენოთ და ხელიც კი შემოგთავაზოთ, რომ შენ ხარ ჩემი სამყარო და მე მინდა რომ შენ იყო ჩემი მომავალი შვილების დედა, იმიტომ რომ 21 ბოლო მაღალ არკანზე აქ არის ფეხმძიმე დედა გამოსახული და ეს არის სამყაროს დედა, ეს არის მომავლის რწმენის დედა, ეს არის
ყველაფრის წარმოშობის, ასე ვთქვათ, დაგვირგვინება ლამაზად. ესეთი დაგვირგვინების ნოტა შეიძლება შემოგთავაზოთ იმ ურთიერთობაში, სადაც თქვენ მსხვერპლად გრძნობდით თქვენ თავს, სიყვარული და ემოცია იგრძნოთ გულწრფელი და მე თქვენ ამ